ყველა უკანონოდ რათავისუფლებული პოლიციელი სამსახურში დაბრუნდება ასეთი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაცვის პოლიციის თანამშრომელთან შეხვედრის შემდეგ. ისინი დილიდან ქართული ოცნების ოფისთან იყვნენ შეყრებილი და ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ შეგახსენებთ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ობიექტს არა დაცვის პოლიცია, არამედ მერიის უსაფრთხოების სამსახური დაიცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების განცხადებით მათი 700 კოლეგა ამ გადაწყვეტილებით უმუშევარი რჩება. პირველი ნაბიჯი კონკრეტულად ამ საკითხს რაც შეეხება თუ რომელიმე თანამშრომელი უსამართლოდ იქნება დათხოვნილი გაშვებული სამინისტროდან ჩემი მინისტრად დანიშვნისთანავე არ დგება სამართლიანობა და ყველა ის თანამშრომელი რომელიც უდანაშაულოდ იქნება გათავისუფლებული დაბრუნებული იქნება სამინისტროში ჩემი მინისტრად დანიშვნისთანავე ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია ჩვენი ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია კონკრეტული შედეგი ის არის რომ ჩვენ დაუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში სამსახურს და ჩვენი უფლებები როგორც ბატონი ირაკლი შეგვირდა იქნება დასრულებული ბოლომდე